მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ასეთი მსჯელობა მინდა შემოგთავაზოთ, როდესაც ვუხურებთ ნახატს, ჩვენ ვაღიარებთ მხატვრის არსებობას და მათ შორის ვარჩევთ კიდეც თუ რომელი ნახატი არის შედევრი. როდესაც ვუყურებთ სახლს, ვაღიარებთ მშენებლის არსებობას და სახლებიც განსხვავდება ერთი მეორისაგან არქიტექტურით. არის ნაგებობები, რომლებიც საოცრებათა ნუსხაშია შეტანილი და დღემდის აღფრთოვანებას ახდენს მნახველებზე. როდესაც ვაკვირდებით ავტომობილებს, ვაღიარებთ ინჟინრებს, მათ გასაოცარ ნიჭს და ოსტატობას. მე სპეციალურად არ ვუხთავ ახლა თანამედროვე ძვირად ღირებულ ავტომობილების ფოტოებს, რომ ვინმეს მათი ყიდვის სურვილი არ აღგიძრათ. აი ამ დართული ფოტოებით იმის თქმა მინდა, რომ ეს ყოველივე ადამიანების ხელის ნამოქმედარია და ყველა მათგანი გარკვეული მიზნისთვის იყო შექმნილი. და ყველაფერს რაც შექმნილია, უნდა ჰყავდეს შემოქმედი. თუ იცით რაიმე გამონაკლისი. გამონაკლისები არ არსებობს და რაც უფრო რთულია კონსტრუქცია, კონსტრუქტორიც უფრო გონიერი უნდა იყოს. ნახოთ ერთი მონაკვეთი წმინდა წერილში, სადაც ბიბლია მსგავს აზრს გვთავაზობს მსჯელობისთვის. ებრაელთა წერილს თუ ნახავთ, მესამე თავის მეოთხე მუხლს. ამ მუხლის პირველი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ფაქტების ერთობლიობაზე, რომ შეუძლებელია უყურებდე ნებისმიერ სახლს და ამტკიცებდა, რომ ეს სახლი თავისით აშენდა, თავისით გაჩნდა, რადგან არ არსებობს ნაგებობა, არ არსებობს კონსტრუქცია, არ არსებობს სახლი ინჟინერის, კონსტრუქტორის, არქიტექტორის, მშენებლების გარეშე. თუ რამეს ვხედავთ და ვაკვირდებით, ყველაფერს ყავს თავისი შემქმნელი და გამომყენებელი. ამიტომაც ამავე მუხლის მეორე ნაწილი აი ამ შედარების მოყვანის მერე გვეუბნება, რომ ყოველივეს აღმშენებელი შემოქმედი არისო ღმერთი. გასულ 73 ვიდეო რგოლში მოვიყვანე იმისი არგუმენტი, რომ ღმერთმა თავისი სიყვარული ჩადო და გამოავლინა თავის კნილებებში, სწორედ ამიტომ გახდა ღმერთი შემოქმედი, რომ მას სიყვარულმა უბიძგა მისაკენ და ყველა კნილება ირეკლავს მისაი ამ თვისებას. და ნახოთ კიდევ ერთი მონაკვეთი წმინდა წერილში, თუ რა თვისებებით ხელმძღვანელობდა ღმერთი, როდესაც ყოველივეს ქმნიდა. გარდა სიყვარულისა. იერემია წინასწარმეტყველის მეათე თავის მე-12 მუხლს დავურთავ. ჯერ აი ამ მე-12 მუხლს ვისაუბროთ, ბოლოსკენ მინდა გაჩვენოთ კონტექსტში, რატომ მოვიყვანე ეს მე-12 მუხლი. აქ ჩანს ღმერთის კიდევ ორი თვისება, მისი ძალა და სიბრძნე, რაც ასევე გამოიყენა მან ყოველივეს შესაქმნელადო. დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ხო, ნებისმიერ კონსტრუქციას სჭირდება გონიერი კონსტრუქტორი და რაც უბრალოდ ეს უბრალო კონსტრუქტორი კი არა, რაც უფრო რთულია ხოლმე მექანიზმი, რაც უფრო რთულია კონსტრუქტორი, მით უფრო ბრძენია და გონიერია კონსტრუქტორი, ხო? რაც უფრო რთულ კონსტრუქციას ვაკვირდებით. რაც შეეხება ძალას, ღმერთის წმინდა სულს, რითიც ქმნიდა ღმერთი ყოველივე ამას უკვე მომდევნო ვიდეო რგოლში ვისაუბრებ. ჩვენ მოდით მეტად ჩაუკვირდეთ ღმერთის სიბრძნეს, მის გონიერებას, რომელიც მის ყველა ქმნილებაში ირეკლება. და თუ ჩვენ ახლა რა შემთხვევაში ავირეკლავთ მისგან მომდინარე სიბრძნეს, როგორც გითხარით, იქითაც შევეხები მთელს კონტექსტს. ის რომ ღმერთის ქმნილებები გვესაუბრებიან ბრძენის შემოქმედის არსებობაზე, ამის შესახებ მინდა ასეთი წერილიც გაგიზიაროთ წმინდა წერილიდან იობის მე-12 თავის 7-11 ჩათვლით მონაკვეთი. ნახეთ როგორ იწყება ეს მონაკვეთი, მოდით წავიკითხავ. ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს, ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები. ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს, ვის ხელშიც არის აი ეს ყოველივე სულდგმული სამშვინელი და მთელი კაცთა მოდგმის სული. და შემდეგ მე-11 მუხლზე აი მოკლედ შევეხოთ, მოდი 73 ვიდეო რგოლში მე ამაზე ვისაუბრე, აუცილებლად როგორ ავლენდა ღმერთი სიყვარულს თვითთავად ჩვენი შექმნის დროს, სამყაროს შექმნის დროს და ეს აუცილებლად მოისმინეთ თუ მოგისმენიათ 73 ვიდეო რგოლი. თუ როგორ გვეხმარება აი ეს აზრები, დავფიქრდეთ იმ ხუთ გრძნობაზე, რომელიც ღმერთმა ჩვენმა შემოქმედებმა მოგცა იმისათვის, რომ ვიყოთ უფრო დაკვირვებულები, რომ მხოლოდ კი არ ვიცოცხლოთ, დავტკბეთ აი ამ სიცოცხლით, რომელიც მოგცა. თუნდაც აი ამ რაცაც აქ იყო საუბარი, ხო, სიცოცხლის სუნ თქვა, რომელიც ჩვენ გვიდგას ცხოვის ნესტოებში. მიუბრუნდეთ ჩვენ აი ამ დასმულ კითხვას მე-7 მუხლში, ერთი ჰკითხეო პირუტყვსო და ის გასწავლისო, ვისგან არიანო შექმნილებიო. ეხლა როგორ უნდა ვკითხოთ პირუტყვს? მათ არ იციან ხო ლაპარაკი? ან როგორ გვიპასუხებენ ისინი? ეს გულისხმობს
უბრალოდ ესეთ კითხვის დასმას კი არა, ეს გულისხმობს მათზე დაკვირვებას, მათ გამოკვლევას. და 73 ვიდეოში დავასაბუთე, რომ ჩვენ მარადისობისთვის ვიყავით შექმნილი, რათა შეგვესწავლა და გამოგვეკვლიათ თითოეული ღმერთის ქმნილება, რომლებიც მილიონობითაა შექმნილი და რომლებიც სპეციალურად ჩვენთვის შექმნა შემოქმედება, რომ ჩვენ გვეპატრონა მათთვის. და არა ის, რასაც დღეს უყურებთ, ხო, ბრაკონიერობა და ასეთი იმეტებენ, ასეთ ამდენ ცოცხალ არსებას, ასე უაზროდ ამოწყვიტეს ფაქტიურად, გაწყვიტეს თუ კი რამდენი რამე გადაშენდა კიდე ადამიანის ხელით. და მოდი ახლა ამ მიმართულებით არ ვისაუბრებ, მოდით აბა ვკითხოთ ახლა ზოგიერთ მათგანს, როგორც აქ ეს კითხვა გვისავს, რომ შეეკითხეო, პირუთხსო, ვკითხოთ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც აი ამ მონაკვეთშია ჩამოთვლილი და ვნახოთ, რას მოგვახსენებენ ისინი. ბოლო წლებში მეცნიერები და ინჟინრები პირდაპირ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ მცენარეებისა და ცხოველებისაგან სწავლობენ. ისინი იკვლევენ სხვადასხვა ქმნილებების აგებულებას და მათ იმიტაციას ახდენენ. მეცნიერების აი ამ დარგს ბიონიკა ეწოდება. მისი ამოცანაა შექმნას ახალი პროდუქცია და გააუმჯობესოს უკვე არსებული მექანიზმები. მაგალითად, აქ მე-7 მუხლი გვეუბნება, რომ გასწავლის და გამცნობსო ცის ფრინველიო. ავიღოთ მხოლოდ ერთი მათგანი. თოლია. აი თოლია როცა ყინულზე დგას, მისი კიდურები ზედ არ ეყინება ყინულს. როგორ ინარჩუნებს მისი სხეულის სითბოს? ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმ საოცარი მექანიზმით, რომელიც ცივ რეგიონებში მობინადრე ცხოველებს აქვთ განვითარებული. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო დინებანი, აი ეს თბოგამავალი სისტემის მოქმედებით აიხსნება. რა არის ეს სისტემა? აი წარმოიდგინეთ ორი ერთმანეთზე მიტყუპებული მილი. აქედან ერთში თბილი წყალი მიედინება, მეორეში ცივი. და როდესაც მილებში სითხე ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება, მეორეს სითბოს მხოლოდ 50% გადაეცემა. მაგრამ როცა მილებში სითბო ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინება, მაშინ ერთი მილიდან მეორეს სითბოს თითქმის 100% გადაეცემა. აი ამგვარად, როცა თოლია ყინულზე დგას, თბოგამავალი სისტემის აი ამ საშუალებით კიდურებიდან ზემოთ მომავალი სისხლი ნელ-ნელა თბება და თბოგამავალი სისტემის სითბოს, აი ეს სისტემა მას ისეთნაირად აქვს მოწყობილი, რომ სითბოს უნარჩუნებს ფრინველის სხეულს და ხელს უშლის კიდურების სითბოს დაკარგვას. და აი ეს სისტემა იმდენად უნიკალურია, რომ ინჟინრებაც დანერგეს ეს ყოველივე პრაქტიკაში. სინამდვილეში ვინ იმსახურებს ქებას, ახლა მოდი ასე დავსვათ კითხვა და დიდებას ასეთი საუცხოო კონსტრუქციის შექმნისათვის. ვინც ეს მოიფიქრა და შექმნა, თუ ის ინჟინრები, ვინც მერე გადმოაპატენტეს აი ეს სისტემა. თუნდაც შევეხოთ მაგალითად ახლა ფრთებს. თოლიას ფრთებს. აი თვითფრინავის ფრთებიც ხომ ფრინველების ფრთებზე დაკვირვების შედეგად არის შექმნილი. მაგალითად თუ ისევ თოლიას შევეკითხებით, ისინი შთამბეჭ და მკვეთრ მოძრაობებს იმის წყალობით ასრულებენ, რომ ფრთებს ბეჭის სახსართან და იდაყვის აი ამ ადგილებში ხრიან, იდაყვებთან. და ასეთი მოქნილი ფრთების მიბაძვით ინჟინრებმა შექმნეს საფრენი აპარატის ასეთი მოდელები, რომლებსაც ჰაერში ლივლის და მაღალი შენობებს შორის ეს პიკირების საშუალება აქვთ. ახლა კვლავაც შეგვიძლია ეს კითხვა დავსვათ, სინამდვილეში ვინ იმსახურებს ქებას და დიდებას ასეთი საუცხოო კონსტრუქციის შექმნისათვის? ვინც ეს მოიფიქრა და შექმნა, აი ეს თოლიას ფრთები, თუ ეს ინჟინრები, ვინც მერე ეს გადმოაპატენტეს. აქ მერვე მუხლში ნათქვამია შესჩივლეო მიწას და გასწავლისო. იმდენი რამ ხდება მიწაში, რომ მთელი ეს არა სრულყოფილი სიცოცხლე არ გვეყოფა, რომ ვისწავლოთ მიწისაგან, რომ გამოვიკვლიოთ. მოკლედ გეტყვით, რომ სულ რაღაც აი 100 გრამ მიწაში 10,000 სახეობის ბაქტერია, რომ აღარაფერი ვთქვათ მიკრობებზე. რომელთაგან ზოგიერთი მათგანი მიწაში დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეზეც კი ბინადრობს. და ყველა ეს ცოცხალი თუ არაცოცხალი ჩვენ გვესაუბრება ვიზზე? ღვთის ხელზე და მის განუზომელ სიბრძნეზე. როგორც აქ უკვე მე-9 მუხლშია მოხსენიებული, ხო, რომ ყველა მიწისო ეს
და თქვენც იცოდეთო აქამდე თუ ახლა არ გამოგიკვლევიათო ამის მერე იფიქრეთო აი ამ ცხოველების ნებისმიერ ქმნილებაზე და დააკვირდითო როგორ არიანო ისინი შექმნილი ამისაკენ მოგვიწოდებს ეს იგულისხმება როცა საუბრობს რომ ჰკითხეთო მასო აი ამ ყველაფერს თუნდაც აი მეათე მუხლს დავუკვირდეთ მის ხელშია თქვენი სიცოცხლე და სუნთქვა რომელიც გიდგათ ახლა აი ამ წუთებში ცხვირის ნესტოებში მას როგორ შეგვიძლია ჩვენ ახლა გავხდეთ უფრო მეტად ბრძენები ვიდრე აქამდე ვიყავით გარდა იმისა რომ უნდა ვისწავლოთ როგორც საკუთარ სხეულებზე დაკვირვებით აი ამ სხვა ქმნილებებზე დაკვირდებით იმისნით რომ შევიგრძნოთ და შევიცნოთ ჩვენი შემოქმედი. მოდით ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ იმ მონაკვეთს იერემიას წმინდა წერილში, სადაც დაგკვირდით რომ კონტექსტში განვიხილავდი მე-12 მუხლს, სადაც ღვთის სიბრძნეზე იყო საუბარი, რომელიც მან გამოიყენა ყოველივე შესაქმნელად, თუ რატომ უნდა ვთქვათ ჩვენ ადამიანებმა უარი ადამიანურ ცოდნაზე რომელთა აი ადამიანური ცოდნა რომელიც თუნდაც მწიგნობრების, ისტორიკოსების, ფილოსოფოსების მიერ შემოთავაზებული განსაკუთრებით აქედოლობაში მაგ უფრო თეოლოგიის დარგში თუ ეს სასულიერო პირები აი ამ ღვთიურ სიბრძნეს როგორ ამახინჯებენ თავიანთი ადამიანური ცოდნით. სწორედ ამას წავიკითხავთ ახლა ამ მონაკვეთში, რომ ჩვენ უფრო მეტად ბრძენები გავხდეთ მათზე. ვიდრე ადამიანური ცოდნა. იერემიას მეათე თავი 10-დან 15-ს დაურთავ აქ. აქ მე-12 მუხლზე ვისაუბრე უკვე ზემოთაც, რომ ღმერთი ყოვლის მცოდნე და ყოვლად ბრძენია. ახლა დავაკვირდეთ, რისი თქმა უნდა ყოვლად ბრძენს ჩვენს შემოქმედს, ჩვენ ზეციერ მამას. აი ამ მონაკვეთიდან და ჯერ მე-14 მუხლს მივაქციოთ ყურადღება, თუ ადამიანური ცოდნა განათლება რატომ აბრიყვებს ზოგიერთ ადამიანს. და რატომ რითი ირცხმენენო ისინი თავს. მეათე მუხლიდან გვეუბნება რომ ჩვენ საუბრობთ ცოცხალ ღმერთზე, სამყაროს შემოქმედზე. მე-11 მუხლი გვიხსნის რომ აქ წინასწარმეტყველებაა უკვე მოცემული თუ რა ელოდება იმ გაბრიყვებულ თუ აი ამ ცოდნას აყოლილ ფილოსოფიურ ცოდნას თუ აი თეოლოგიურ ცოდნას აყოლილ ეგრეთ წოდებულ სასულიერო პირებს რომლებმაც თაყვანისცემისთვის შექმნეს ეს რელიგიური უსულო საგნები. მე-12 მუხლზე დავაკვირდეთ, აქ დასაწყისში ვისაუბრეთ თუ როგორი ბრძენი და გონიერია ჩვენი შემოქმედი და ამიტომაც აი ამ მონაკვეთიდან მე-14 მუხლს თუ აკვირდებით, სწორედ ამას გვიხსნის რომ გამოავლინეთო გონიერება და აღარ აყვეთო აი ამ ადამიანურ ცოდნას. და თაყვანი აღარ სცეთო თქვენსავე ნახელავს აი ამ უსულო სხეულებს. და მე-15 მუხლი კვლავ გვარწმუნებს, როდესაც დადგება განკითხლის დღე, მიწისაგან პირისა აღიგვება ყველა რელიგიური პირი, ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები თუ მათი მრევლი, ვინც დღემდე დაატარებენ აი ამ უსულო საგნებს, მათ ემთხვევიან, მათზე ამყარებენ იმედებს, მათზე არიან დამოკიდებული. არ შეუძლიათ იფიქრონ ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ახლაც ამ წუთებშიც თვალს გადევნებ თითოეულ თქვენგანს და ვისი წყალობითაც გიდგათ ცხვირის ნესტოებში აი ეს სიცოცხლის სუნთქვა. ნახოთ მაგალითად 60 ქულო ეკლესიას რას გვასწავლის იგივე საკითხზე. თუ ნახავთ ჩვენ მაგალითად რომაელთა პირველ წერილს ეს ახალ თქმაში შეგიძლიათ მოძებნოთ რომელთა პირველი წერილის 20-დან 25-ის ჩათვლით მუხლებს დაურთავ. გეტყვით რომ მე აქ მე-20 მუხლზე დაწვრილებით ვისაუბრე უკვე გასულ წინა 73 ვიდეო რგოლში. ახლა მოდი დავაკვირდეთ 21 მუხლს. აქ საუბარია რელიგიურ ადამიანებზე. არა ათეისტებზე და აგნოსტიკოსებზე, რომელთაც საერთოდ არ ასწამთ ღმერთის ან საერთოდ არ ფიქრობენ ამ საკითხებზე, არამედ აქ საუბარია ქრისტეს სახელს ამოფარებულ ცრუ ქრისტიანებზე და მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებულ ცრუ მადიდებლებზე, რომლებიც აღიარებენ ერთის შეხედვით ღმერთის არსებობას, ამტკიცებენ რომ სწამთ მისი, მაგრამ არ ადიდებენ ისე, როგორც თავად მოითხოვს ღმერთი და როგორც თავად გვიდგენს ამას. და თუ შემოხვალთ ჩემს გვერდზე, თქვენ იქ ნახავთ, როგორ უნდა ვცეთ ღმერთს თაყვანი, როგორ თაყვანისცემას გვასწავლიდა თვითონ იესო ჩვენი წინამძღოლი მის მიმდევრებს და ეს ვიდეოებიც აუცილებლად მოისმინეთ თუ არ მოგისმენიათ. თუ როგორი სახით უნდა ვცეთ ზეციერ მამას თაყვანი. და არ უნდა ავყვეთ აი ამ ზრახვებს, ხო, რაზეც წეგანაც ვისაუბრეთ, ადამიანურ ცოდნას, აი ამ ადამიანურ, აი ამ თეოლოგიურ აზრებს. ეს არის ადამიანური აზრები, ადამიანური განათლება. და ეს სწორედ განვიხილეთ იერემიას მონაკვეთიდან წეგანაც. სწორედ აი ამ მიზეზით
დაუბნელდა თუ გული აქ 22-23 მუხლებში ეს აზრია დააკვირდით მიზეს სასახელებს რატო უბნელდებათ გული ანუ უკვავდებათ და მაინც ჯიუტად უნდათ რომ იმ რაღაც საგნებს ასწენ დაყვანი ვიდრე ზეციერ მამას ხო ამას ვიგებთ რომ ტყუილად არიანო ისინი აყოლილი აი ამ სწავლას აი ამ თეოლოგიას თეორიებს ადამიანურ ცოდნას ჭკუის კოლოფები გონიათო თავები ანუ ბრძენებათ მოაქვთო თავი და არ ირეკლავენ ჭეშმარიტ სიბრძნეს რომელიც აშკარაა აი ეს განსხვავება თუ აკვირდებით ამას გვაჩვენებს სწორედ 23 მუხლი თუ კითხულობთ მას რომ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ ცოცხალ ღმერთს ჩვენ შემოქმედს და არა უსულო საგნებს ჩვენს მიერ შექმნილს დაწერილს დახატულს აქ ზუსტად ამას უსავს ხაზს და ამგვარად ვინც ახლა ბრძენები ვართ ზუსტად აი ეს გამოგვარჩევს ეს ამხრივ უნდა ავირეკლოთ ჩვენი ზეციერი მამის სიბრძნე რომ გამოვავლინოთ აი სწორედ აი ამ საკითხებში რომ არ დავეცეთ კვლავ აი ამ ადამიანური ცოდნის წყალობით აი ამ სიამპარტავნის დონემდე და მაინც არ დავეჭიდოთ იმეებს რაც ზეციერმა მამამ უნდა გაანადგუროს და რაზეც წავიკითხეთ იერემიას წიგნში და არავყეთ აი ამ სიყალბეს აქ ზუსტად ეს წერია რომ არ უარყოთ აი ეს ჭეშმარიტება მათ მსგავსათო რომლებმაც უარყვეს ჭეშმარიტება და სიცრუეში არიან ანუ ცრუდმადიდებლობენ ცრუდ სცემენ ღმერთს თაყვანს რაც მისთვის არის მიუღებელი და არამართებული თაყვანისცემა